დღეს რუსეთში ერთი გენერალით ნაკლებია რუსეთის არმიაში. კერძოდ მოსკოვის მახლობლად, ბალაშიხაში, მანქანა ააფეთქეს და დაღუპული მძღოლი შესაძლოა რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი ყოფილიყო. ამგვარად ეს შეიძლება იყოს წარმატებული მეოთხე ლიკვიდაცია რუსეთის მაღალი რანგის ოფიცრის. და ეს მიუხედავად იმისა, რომ სულ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა დროებით გათიშეს სპეციალური ვიდეო თვალთვალის სისტემის ნაწილი, რომელიც გამოიყენება რუსეთის დიქტატორის ვლადიმირ პუტინისა და მისი უახლოესი გარემოცვის დასაცავად. კერძოდ ეს მოხდა ირანის უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის თეირანში მკვლელობის შემდეგ. რამაც აჩვენა ხელოვნური ინტელექტის ახალი შესაძლებლობები თვალთვალისთვის. ამასობაში ტელეგრამ არხებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსკოვში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. კერძოდ მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში კიდევ ერთი მანქანა აფეთქდა. ამ აფეთქების დეტალებსაც ამ გამოშვებაში განვიხილავთ. ეხლა კი გადავიდეთ კონკრეტულ საკითხებზე. მე მქვია ალექსეი პეჩი, გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ეს გამოშვება და დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. მოსკოვის მახლობლად ბალაშიხაში დღეს ავტომობილი აფეთქდა. კადრები უკვე გავრცელდა ინტერნეტში და წერენ, რომ დაღუპული მძღოლი შესაძლოა რუსეთის ოკუპაციური არმიის გენერალ-ლეიტენანტი ყოფილიყო. ამგვარად ეს შეიძლება იყოს რუსეთის მაღალი რანგის ოფიცრის წარმატებული მეოთხე ლიკვიდაცია. რუსულმა წყაროებმა მაშინვე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დაღუპული 62 წლის იყო. და პირველებმა განაცხადეს, რომ მაღალი წოდების სამხედრო ამ ავტომობილის მძღოლი იყო. ამის შესახებ ერთ-ერთმა ანონიმურმა პროვოენურმა ტელეგრამ არხმა დაწერა. ოფიციალურად რუსეთის ძალოვანებს ჯერჯერობით არ დაუკომენტარები დაღუპულის თანამდებობა. თუმცა ამ რაიონში ძირითადად სწორედ სამხედროები ცხოვრობენ. და აი რუსეთის ტელეგრამ არხების შეტყობინებაში მას უწოდებენ პატიოსან სამხედრო და პატრიოტს, რომელიც დღეს ლიკვიდირდა. კერძოდ აფეთქება ქალაქ ბალაშიხაში, მოსკოვის ოლქში, მოხდა იმავე რაიონში, სადაც ცოტა მეტი ვიდრე 1 წლის წინ. აფეთქეს რუსეთის ფედერაციის გენშტაბის თავმჯდომარის მოადგილის იაროსლავ მოსკალიკის მანქანა. ეს სამხედროების საცხოვრებელი ადგილია. იქ ცხოვრობენ რუსეთის მაღალი სამხედრო ჩინოსტები და როგორც ჩანს, დღეს კიდევ ერთს გაანეიტრალეს. ითხოვინებიან, რომ აფეთქებების ადგილებს შორის გასულ წელს და დღევანდელ დღეს დაახლოებით 300-350 მეტრია. BMW X3 აფეთქდა, დაიწვა და შეეჯახა გაჩერებულ მანქანას. თვითხილოვმა შეძლო პასუხისგაცემა. მძღოლის გამოყვანა სცადეს, მაგრამ ის ვერ გადარჩა. აფეთქების მომენტი კამერებმა დააფიქსირეს და ჩვენ შეგვიძლია ეს ვნახოთ. წინასწარი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მძღოლის უკან იყო დამონტაჟებული. მას, როგორც ჩანს, ზურგში ნამსხვრევით ჰქონდა ჭრილობა. მანქანა აფთენა გავიდა სადგომიდან, როცა აფეთქება მოხდა. და ერთ-ერთი ვერსია, ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციურად აამოქმედეს. გამოჩნდა დეტალები იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს. დღეს მოსკოვის მახლობლად მთავარი ადმინისტრაციის უფროსი ლიკვიდირეს. სარაკეტო საარტილერიო სამმართველოს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს და დამირ დავიდოვი. ამასთან დაკავშირებით უკვე წერენ რუსული ასე წოდებული Z სამხედრო კორესპონდენტები, ისინი აქვეყნებენ ამ აფეთქების სულ უფრო და უფრო მეტ კადრებს. და აშკარაა, რომ დიახ კიდევ ერთი მაღალი რანგის რუსი ოფიცერი ლიკვიდირებულია. მთლიანობაში რუსეთის არმიაში გენერლების საერთო რაოდენობა 1000 აღემატება. და ამ წოდებით არიან როგორც მოქმედი, ასევე პენსიაზე გასული სამხედროები. ეს შეიძლება იყვნენ გენერალ-პოლკოვნიკები, გენერალ-ლეიტენანტები და ასე შემდეგ. და აი გენერალ-ლეიტენანტი, ის ვინც დღეს ლიკვიდირდა, ეს არის მეორე ყველაზე მაღალი წოდება უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობაში, რომელიც უფლებას აძლევს არმიის კორპუსებების ან თუნდაც სამხედრო ოლქების მართვაზე. და სწორედ გენერალ-ლეიტენანტები აქტიურად იღუპებიან მოსკოვში და მოსკოვის ოლქში. ასევე შეგახსენეთ კიდევ რამდენიმე წარმატებულ ეპიზოდს. 2024 წლის დეკემბერში მოსკოვში აფეთქდა სკუტერი და მოკლა გენერალ-ლეიტენანტი იგორ კუზნეცოვი. შემდეგ უკვე 2025 წლის აპრილში იმავე ბალაშიხაში აფეთქების შედეგად დაიღუპა გენშტაბის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იაროსლავ მოსკალიკი.
ისიც გენერალ-ლეიტენანტი იყო. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ მასკალიკის აფეთქების ადგილსა და დღევანდელი აფეთქების ადგილს შორის სულ რაღაც 370 მეტრი. ხოლო უკვე 2025 წლის დეკემბერში აფეთქება მოსკოვში მოხდა. მაშინ დაიღუპა რუსეთის შეიარაღებული ძალების ოპერების მომზადების სამმართველოს უფროსი გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სავჩუკი სარვაროვი. რა თქმა უნდა, იყო წარუმატებელი თავდასხმა თებერვალში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალ-ლეიტენანტის გრუს თავმჯდომარის მოადგილის ვლადიმირ ალექსეევის წინააღმდეგ. მაგრამ აქ მინდა აღვნიშნო ერთი საინტერესო მომენტი. საქმე იმაშია, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რეალურად ამავე ადგილზე თითქმის გასული წლის ბოლოს უკვე მოხდა აფეთქება. იქვე ლიკვიდირებული იყო გენერალ-ლეიტენანტი. კიდევ ერთი და როგორც ჩანს, ეს რუსებს არაფერს ასწავლის. მეორე მხრივ, სულ რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა ინფორმაცია. კერძოდ Financial Times-ისგან. იმაზე, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა დროებით გათიშეს სპეციალური ვიდეო თვალთვალის სისტემის ნაწილი, რომელიც გამოიყენება რუსეთის დიქტატორ ვლადიმირ პუტინისა და მისი უახლოესი გარემოცვის დასაცავად. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ირანის უმაღლესი ლიდერი ალი ჰამენეი თეირანში მოკლეს. ამან აჩვენა ხელოვნური ინტელექტის ახალი შესაძლებლობები თვალთვალისთვის. და აი როგორც Financial Times-ის წყაროები ამბობენ. სისტემა ხელახლა მხოლოდ მას შემდეგ ჩართეს, რაც ინჟინრებმა იგი შეამოწმეს და სცადეს სრულად გაემიჯნათ ინტერნეტს. გამოცემის ინფორმაციით, ისრაელის დაზვერვამ თეირანში საგზაო კამერების დიდი რაოდენობის ჩანაწერებზე მიიღო ცუდომა. ამან დაეხმარა ზუსტად დაედგინათ ადგილი და დრო, როცა ჰამენეი თავის უახლოეს თანამოაზრეებთან 28 თებერვალს შეხვდა. და თავდასხმის დროს დაიღუპა ირანის ძალოვანი სტრუქტურების რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი. რუსეთში შეშფოთებულნი არიან იმით, რომ ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა გაანალიზდეს მილიონობით საათის ვიდეო ათასობით კამერიდან და სწრაფად პოულობენ კონკრეტულ ადამიანებს ან ქცევის მოდელებს. და აი Facebook-ის დირექტორმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა გასულ კვირას გააფრთხილა რეგიონული ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები ასეთი ხელოვნური ინტელექტის სისტემების რისკებზე. აი რას წერს Financial Times. ახალი ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე შექმნილი ინსტრუმენტები. ეს ნამდვილად საშუალებას იძლევა ვიდეოში ვიპოვოთ არა მხოლოდ სახეები ან ავტომობილები, არამედ კონკრეტული ქცევაც. მაგალითად, იპოვონ ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ჩანთებს გადასცემენ, იცვლიან გარეგნობას ან გადაადგილდებიან უჩვეულო მარშრუტებით. და ხელოვნურმა ინტელექტმა უკვე დაიწყო გამოვლენა და გაგება იმისა, რომ აი ეს მანქანა რაღაცა უცნაურად მოძრაობს. დიდი ალბათობით ის რაღაცას მალავს. რუსეთს მანამდეც ჰქონდა შეშფოთება ვლადიმირ პუტინის უსაფრთხოების შესახებ, განსაკუთრებით უკრაინის სპეცსამსახურების საქმიანობის გამო. და Financial-ის ინფორმაციით, FSB უკრაინულ მხარეს უკვე მიუღია ცუდომა რუსულ საგზაო კამერებზე, ასევე გამოყენებია მობილური ტელეფონების მონაცემები. ოპერაციის დროს რუსეთის სამხედროების წინააღმდეგ ამავე დროს Financial Times-ის წყარო უკრაინელ ჰაკერებს შორის ამტკიცებს, რომ მოსკოვში კამერები, განსაკუთრებით კრემლის მახლობლად, ჯერ კიდევ მუშაობს და რეგულარულად ირღვევა. მან არ დააკონკრეტა აქვს თუ არა უკრაინას ამ მონაცემების მასშტაბური ანალიზის შესაძლებლობა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, მაგრამ შესაძლებლობები არსებობს. გძნობაა, რომ მაინც კი აქვს. აქ წერტილებს დავაყენებ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. დაელოდეთ, დღეს ამ YouTube არხზე კიდევ ბევრი საინტერესო გამოშვება იქნება. კერძოდ ვისაუბრებთ იმაზე, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება. იქ ამერიკის არმიას ნამდვილად კატასტროფა შეემთხვა. განვიხილავთ თქვენთან ერთად ზელენსკის საიდუმლო დახურული შეხვედრის დეტალებს ამერიკელებთან. განვიხილავთ აბრამოვიჩთან, რომლის გამჟღავნებაც სურდათ, მაგრამ ყველაფერი მაინც გამოაშკარავდა. განვიხილავთ თქვენთან ერთად ევროკავშირის მიერ ქვეყანაში შესვლის აკრძალვას ყველა იმ რუსისთვის, ვინც უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა, ეგრეთ წოდებულ SWOT მონაწილეებისთვის. ასევე იქნება კიდევ რამდენიმე საინტერესო თემა. ამიტომ აუცილებლად გამოიწერეთ ეს YouTube არხი. აქ წერტილებს ვსვამ, იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.